საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა სამცხე ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და რეაბილიტაციის გეგმები განისაზღვრა. შეხვედრაზე რეგიონში სარწყავის სისტემის არსებულ მდგომარეობაზეც იმსჯელეს. ასევე დაათვალიერეს ის საირიგაციო სისტემები, რომლის რეაბილიტაციასაც კომპანია უახლოეს პერიოდში გეგმავს. ჩამოვაყალიბეთ ახალი რეგიონული სამსახური და ეს გავაცვენთ რეგიონის ხელმძღვანელობას, მუნიციპალიტეტის მერებს, მათთან ერთად დავგეგმეთ სამომავლო პროექტები, გავეცანით არსებულ პრობლემებს და დავსახეთ მათი გადაჭრის გზები. მერებმა ისაუბრეს თითოეულ მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, აგრეთვე მომავალი გეგმები დაიგეგმა, რა შეიძლება გაკეთდეს 26 წლის ბიუჯეტით. მოხდა ინფორმაციების გაცვლა, თუ რას ვფლობთ ჩვენ მიმდინარე წლის განმავლობაში, როგორც ტექნიკურ ბაზას და ასევე დაისახა სამომავლო პირობები, მოსმენილი იქნა ჩვენი პრობლემები, მოსახლეობის მიერ მოწოდებული საკითხები, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს მელიორაციის სისტემები ჩვენს მხარეში.